მე დღეს წარმოვადგინე ჩემს მიერ სარეკომენდაციო წერილით წარმოვადგინე როგორც ბიუროს სახელზე ისე კომიტეტის სახელზე ჩემი მოსაზრებები და ჩემი ცნობა. მე ვიმეგობრებდი, რომ ჩემს მოთხოვნებს არ უნდა ქონოდა პოლიტიკური პრინციპულობის გამსწვალული მიდგომის ფორმა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო ფორმა, როდესაც კვალიფიციური იურისტების ჯგუფი პოლიტიკური ნების გათვალისწინებით მიიღებდა გადაწყვეტილებას და მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა პირველ რიგში მისივე ხალხის საკეთილდღეობის ნახვა. პრეზიდენტის მიერ დეკლარირებულმა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ ჩვენ შედეგად მოგვიტანა ის, რომ დღეს საქართველოში კანონს ასე ადვილად არავინ არ გაეთამაშება, მაგრამ მეორეს მხრივ მივიღეთ განსაკუთრებული სიმკაცრე, რომელსაც იჩენს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ზოგადად კანონთან გადაწყვეტილების მქონე ადამიანებისგან. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამ მიმართულებით ეს ამნისტია მოახდენდა გარკვეულ გადახედვას შესაძლებლობებით. ჩვენ საუბრობთ სიცოცხლის საპროცესო კოდექსის გადახედვაზე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ამ ტენდენციის ჩვენება შესაძლებელი იქნებოდა დღესვე ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამნისტიის დარგს. საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. საპარლამენტო ტრიბუნასთან დღეს უმრავლესობის სახელით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მივიდა, რომელმაც ოპოზიციის შენიშვნებს თავისი არგუმენტები დაუპირისპირა. მე არ ვაპირებ ნამდვილად ვინმეს გავეკიდრო ლოიალობაში, ლიბერალობაში ვინმეს გავეკიდრო ერთ ამაში, რომ სხვა ბევრი მუხლი ჩამოვასახელო, სხვა რომ აი ეს დანაშაულები შეიძლება იმსახურებდეს უფრო მეტ ჰუმანურ მიდგომას, უფრო სხვა მიდგომას და შესაბამისად ამ ესა როდესაც საუბრობ კონკრეტულ მუხლებზე, ყოველთვის ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ რაღაც ძალიან ესეთი გროტესკული ან სხვაგვარი მაგალითი მოიყვანონ თალკეული დანაშაულების მიმართ. იგივე თქვა ხულძობა შეხსევით ბატონმა ჯონისთან, რომ თურმე ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პატარა არასრულოვანი ბავშვი პორტერის ხილას მოიპარავს რომელიმე სარდაფიდან, მაგრამ ბატონო ჯონი ამ დანაშაულისთვის საერთოდ ისიან ძალიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები, ისინი, რომლებიც არამხოლოდ კონსერვის ბანკებს იპარავენ, არამედ სხვა ასე ვთქვათ ნივთების მოპარვაშიც არიან შეერთებულები და თუ ჩვენ ამ მუხლიანად ამნისტიას გამოვაცხადეთ, ამ მუხლის ამნისტიას გამოვაცხადეთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს პირი ხვალდაზე გაღმოჩნდება საზოგადოების გვერდით და ყველა ეს პირი შექმნის იგივე საფრთხეს, იგივე საზოგადოებისათვის. დღეს პარლამენტმა კენჭისყრის გზით დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიული წინადადებები ჩააგდო, რომელიც ამნისტიას დაქვემდებარებული მუხლების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებდა. ჯონდი ბაღათურიამ კანონპროექტის განხილვამდე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ამნისტიის კანონპროექტში შესატანი 18 ახალი მუხლი დაასახელა, რომელიც მისივე თქმით საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებული იყო. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის, ეს არის მომხმარებლებზე 273 მუხლი. ხელისუფლების პროექტით არის განახევერება და ჩვენ შეგაქვთ განთავისუფლება, ასევე 260-ის პირველი ნაწილი ეს არის ასევე მომხმარება, მაგრამ ცირეოდენობით, ძალიან ცირეოდენობით როცა მას აღმოაჩნდა შენახული როგორც ფაქტი განთავისუფლებაზე, ხოლო მეორე ნაწილი ეს არის სიახლე შემოგავს განახევრებაზე. 239 მუხლი ხული გნობა, ეს არის ძირითადად არასრულწლოვნები, პირველი ნაწილი მთლიანად განთავისუფლებაზე, მეორე ნაწილი შემოგავს განახევრებაზე. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა შესაძლოა 21 ნოემბერს მიიღოს, 23 ნოემბერში კანონი უკვე ძალაში შევა და ის 12000 პატიმარს შეეხება, მათგან საპატიმროებს 2000-მდე პატიმარი დატოვებს. საჯარო ახსოვლების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება დღეს გოდანიშნულმა მერვესაპყრობილის კომპლექსში გაიხსნა. ხოძრახტმის სამკურნალო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და მასში რეანიმაციული, ქირურგიული, ფსიქიატრიული, თერაპიული და საოპერაციო განყოფილებებია. გოდანის მერვესაპყრობილის პატიმართა სამკურნალო დაწესებულება სულ 250-მდე პატიმარზეა გაწვრილი და მათ გამოცდილი ექიმები უმკურნალებენ. განყოფილებები არის ინფექციური, თერაპიული, ქირურგიული, რეანიმაციული, ფსიქიატრიული განყოფილება. ამუშავებენ absolუტურად ყველაფერი, ყველაზე ნაირ დახმარება იქნება გაწევრება. გოდანის მერვესაპყრობილის ტერიტორიაზე ახალი სამკურნალო დაწესებულების გახსნას დღეს პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პარლამენტარები და ანტიკრიზისული საბჭოს წევრები დაეცნენ. საპყრობილეში მისულებმა ის პირობების დაათვალიერეს, რომლებშიც პატიმრები იმყოფებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიუხედავად მათი სტატუსისა, იქნებიან ისინი პატიმრების მსჯავრდებულები, ადეკვატური და ღირსეული სამკურნალო პირობების შექმნა.
ეს ამაზე მეტი კომენტარი არ ჭირდება, თქვენ ყველა ნახეთ თვითონ ხარისხი ამ საავადმყოფოში. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში. ხომ თანამედროვე მოთხოვნით საავადმყოფო მოხდებს. უბრალოდ ვიშურებდი მხოლოდ ეს რამეს, რომ ასეთი საავადმყოფო რასაც საქართველოს შეაშენდეს, რომ ეს საავადმყოფოები იყოს ანუ პირობები განსაკუთრებით პაციენტების არის ისეთი, რომ 250 პაციენტის საავადმყოფო თქმა უნდა მას სრულად ვერ გაწყობოდა ვერ მომსახურება, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადადგეს მიესალმებოდა. გლანის საპრობილეში მშრალდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. საჭირო ხსნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას განცხადებით მომავალი წლისთვის დაგეგმილია საჭირო ხსნების ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის დაფინანსების გაზრდა. კონკრეტულად ჯანდაცვის სფერო მომავალი წლიდან სავარაუდოდ ორჯერ კიდე გაიზრდება, ეხლა სავარაუდოდ ეგეთი ბიუჯეტის პროექტია, რომელიც აი ესეთ საავადმყოფოს პირობებში კაი დაფინანსების დროს ფრენად მოხსნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს. საერთოდ სამუდამოდ ერთმა მორჩა. გლანის საჭირო ხსნების დაწესებულებაში 2000-მდე პატიმარი ახლად გახსნილი სამკურნალო დაწესებულება პირველ პაციენტს უახლოეს დღეებში მიიღებს. ფინანსურ საკითხებთან და ეკონომიკის სტიმულირების საკითხებზე დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საფინანსო პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გრიგოლ გალობიშვილია, თანათავმჯდომარე კი ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძე. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მიკროეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებსა და საქართველოში დონორთა ფინანსების შემოდინებაზე ისაუბრეს. ეს კომისია ალბათ განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ ეფექტს, რაც დონორებისგან მიღებულ დახმარებას მოაქვს. ეს ამაში გულისხმობა ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევხვება, ინვესტიციების მოძიებას და სხვა. ანუ დონორების დახმარებას გარდა თავისი უშუალო პირდაპირ დამეწნილი ეფექტის არ ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ზოგადად მაკროეკონომიკის სიტუაციას ქვეყანაში, ანუ საქართველოს მაკროეკონომიკის შეშეცდებით. ხოდა ასევე განხილვები დონორთა შემოდინების ფაქტების შემოდინებისა, რომელიც ეხლა მიმდინარეობს, რეალურად ჩვენ ეს ვაკეთებთ მაგალითად ამერიკის დახმარება იყო და შეავსეთ ეროვნული ბანკის რეზერვებს დამატებით კიდე. გარდა ამისა, ხვალ როგორც ეწერება ხელი აზიის განვითარების ბანკთან ერთად $70 მილიონი დახმარებაზე, ზეგ ეწერება ხელი MCC-თან დამატებით $10 მილიონზე და ჯამში აი ეს პროექტები როგორც დამატებით თემის თამაშობს რაგებს ეკონომიკის განვითარებას. ფულადი ნაკადების შემოდინება იქნება მასშტაბური იმდენად, რომელიც უზრუნველყოფს საავადმყოფო ბაზარზე, შიდა საავადმყოფო ბაზარზე სტაბილურობას. ჩვენ როგორც აღნიშნეთ გასულ ორშაბათს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათი საავადმყოფო ბაზარი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, უკვე მეხუთე ვაჭრობა შეძენდა დროსაც ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდულობს საავადმყოფო ბაზარზე, ნაცვლად იმის მანამდე დაკავებული, რაც სიმპტომატურია და მიდიხებს იმაზე, რომ ეს ახალი ფინანსური კრედიტი, რომელიც დაფიქსირდა საავადმყოფო ბაზარზე, მართლაც ფინანსური კრედიტი წარმოადგენს და საავადმყოფო ბაზარზე მნიშვნელოვანი ნახტომისული კრედიტი არ იქნება მოსალოდნელი. 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული ვარიანტის განხილვა დღეს საპარლამენტო კომიტეტებმა დაიწყეს. მომავალი წლის ბიუჯეტის